ხმა არის უშუალო კავშირი იმასთან, რაც არის უხილავი, ასე ვთქვათ. ხმა უხილავის ხმა არის, იმიტომ რომ რაც ხმას გამოსცემს, ხომ? ჩემთვის ის არის უხილავი. მე მას ვერ ვხედავ. ასე მეუბნება მე ჩემი გამოცდილება, რომელიც მიმიღია და უშუალოდ ეს იქნება რელიგიური გაგებით ხმა, ხო? თუ იქნება ხმა ფილოსოფიური გაგებით და უშუალოდ ლოგოსი, ხო? რომელსაც ჩვენ ვერ ვხედავთ, მაგრამ რომლისგანაც მოედინება, ასე ვთქვათ, ეს ხმა, გამოდის ეს ხმა, რომელიც უშუალოდ მოდის ჩემამდე, ასე ვთქვათ, ხო? ჩემს სმენამდე უშუალოდ მოდის. ასეთი იყო წარმოდგენა, რომელიც მე მქონდა, თუმცა ეხლა მე მიხდება, რომ ეს წარმოდგენები ასე ვთქვათ, გადავსინჯო და ბევრ რამეზე, რა თქმა უნდა, მომიწევს ახლებურად მსჯელობა, ხო? იმდენად, რამდენადაც აი ამ წამოწყებამ თუ ამ გაგებამ ხმისა, რომელიც ეხლა მოგახსენეთ, რომელიც არის უშუალო კავშირი იმასთან, რაც არის, ასე ვთქვათ, აი საგონი, გასაგონი, აი ძველი ქართულით რო ვთქვათ, საგონი, გასაგონი, ანუ რასაც უნდა გავუგონო, რაც უნდა გავიგონო, ანუ გონში შევიღო, ხო? ეს უშუალოდ მოდის ჩემამდე და მეუბნებოდნენ და მარწმუნებდნენ იმაში, რომ ეს არის ავთენტური, ეს ხმა ავთენტურია. ანუ ეს უშუალო ხმაა, ეს არ განიცდის ტრანსფორმაციებს, ხმა უშუალოდ მოდის ჩემამდე, ხო? და ჩემი მხრიდან, რა თქმა უნდა, მას ხდება ის უნარი, რაც ეხლა ვახსენე მე, ჩემი უნარი იმისა, რომ მე გავიგონო. ხმა არის გასაგონი, ხოლო მე ვარ გამგონე და უშუალოდ აი ასეთი გამოცდილება მაქვს მე.